ვინმე წაიღებს ამ ჭუჭყიან ჭიქებს? კარგი, ეს ნორმალურია, ლატე მინდა და აისი არ არის. ბავშვო, ეს რა არის? სად არის აისი? ძალიან მშია. ჯული იქნებ ცოტა ხნით გავიდა. არ არის საპირფარეშოში, შევამოწმე უკვე, ძალიან წყურია. მოვიდა აისი თუ არა? არა. რაიან, შეგიძლია კაკაო გაგვიკეთო. და მაგიდები გაწმინდე, ძალიან ჭუჭყიანია. მეგობრებო, მე არც აისი ვარ და არც ბარისტა, ამიტომ არაფერს არ გაგიკეთებთ. აისი. ვახ, მართლა არა. ვა, მართლა დიდი ხნის წინ გავიკეთე. უკვე 15 წუთია ველოდებით. ბავშვებო, მე მგონი დღეს მშივრები ვიქნებით და თან ლანჩი სახლში დამავიწყდა. გამარჯობა, კაფე არ მუშაობს ახლა, ამიტომ შეგიძლიათ გახვიდეთ. ვერ გაიგეთ, დატოვეთ კაფე. რა? რას ნიშნავს არ მუშაობს? ეს ხუმრობაა. ჯანდაბა, დღეს პატრიკს ფული აქვს და კაფე დახურულია. ვერ გაიგეთ რა თქვა, დატოვეთ კაფე. მოკლედ, პრობლემა გვაქვს. აისი ერთი კვირა წასული იქნება და ამიტომ კაფე არ იმუშავებს. მაგრამ თუ ვიპოვით ვინმე შემცვლელს ბარისტას, მაშინ იმუშავებს. კარგი. და ჩვენ მშივრები უნდა ვიყოთ? რა პრობლემაა? ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გახდეს ბარისტა. ხო, ფულსაც ისშოვით და სტუდენტებიც შეჭამენ. აბა, ვინმე დაინტერესებულია? რაიან? არა, მე ზედმეტად მოდური ვარ. მე ფეხბურთელი ვარ, ბარისტა კი არა. მე ფეხბურთელის შეყვარებული ვარ, გამორიცხულია. მე კი გავაკეთებდი, მაგრამ ბარის უკან ვერ შემამჩნევენ. პატრიკ? არა, მე ვერ დავითვლი. მე ვიცი, ვინც უნდა გახდეს ბარისტა. ყველაზე გემრიელ კოქტეილს აკეთებს, პროვასტი? ჯული, გთხოვ, მე არა. პროვასტი, ჩემი გულისთვის გააკეთე. რა მალე ვიპოვეთ ახალი ბარისტა? პროვასტი, შეგიძლია 2 ცხელი შოკოლადი გაგვიკეთო. პროვასტი, მე 2 ბურგერი მინდა. და მე მილკშეიკი და ტორტი. ჯული, ეს რატო გააკეთე? კარგი ბავშვებო, 1 წუთით. პროვასტი ჩემი შეყვარებულია და პირველი მე მომემსახურება. პროვასტი, ჩემი საყვარელი პიცა მინდა. კარგი, ჯული, გასაგებია, პიცა 4 მაგიყვებით. პროვასტი, იჩქარე. პროვასტი, მე და პატრიკს ტირამისუ გვინდა. ამას მე რატომ მაგეთებინებენ? ბრაუს, მე ჩაი გამიკეთე და ჩაფუდი მოიხსენი. ჩაფუდით კაფეში ვერ იმუშავებ. სერიოზულად, კარგი ხო ვიცოდი, მუშაობდი ბარში. დიანა, მითხარი იმ კომპანიაზე, რომელთანაც მიხვედი. მოკლედ, სამოდელო კომპანია ვნახე და მივედი და ეგრევე ამიყვანეს. მითხრეს, რომ იდეალური ვიყავი მათთვის. ვაუ, მართლა? შეიძლება მილანში წავიდე ფეშენ შოუზე, მაგრამ ამისთვის ფოტოები უნდა გადავუგზავნო. ვინმე კარგ ფოტოგრაფს ხომ არ იცნო შემთხვევით, თან ხომ არ იცი ვინმე? არა, კარგი ფოტოგრაფი არ მყავს, მაგრამ შეგამჩნიეს, იმიტომ რომ შავები გაცვია. ხო, ზუსტად ეგ მითხრეს, რომ ჩემი მეამბოხის ლუკი მოსწონდათ და ძალიან უხდებოდა მათ სააგენტოს. მეგობრებო, მილკშეიკი და ცხელი შოკოლადი ვერ იქნება, აისის ნაყიდი რძე გაფუჭებულია. რას გულისხმობ, მწვანე ჩაი ხო არის? მწვანე ჩაი არის, მაგრამ შაქარი არაა. ეგ არა უშოვს. არა, თუ მილკშეიკი არ არის, მწვანე ჩაიც არ იქნება.იანა, როგორ მიხარია რომ დაბრუნდი? მისმინე, საკმარისია ეს, მითხარი, შენ და რაიანი უკვე ერთად ხართ? არა, ჯერ არა, მაგრამ დამხატა, წარმოგიდგენია? ლეილა, ვიცოდი რომ წარმატებას ვერ მიაღწევდი. ხო, დაიანა, ნახე რა გვაქვს? მოიცადე, ესენი უკვე მინახავს. ხო, დიანას სვიტრებია, მაგრამ უკვე სულ შავებიაცვია და გადაწყვიტა რომ ეს ტანსაცმელები გაეჩუქებინა, რომელი მოგწონს. სიმართლე გითხრა არც ერთი, მაგრამ უფასოა, ამიტომ ეს.იანა, ახლა მე და შენ ნინი და იანის ვირთხები ვართ, მაგრამ შენ ვარდისფერი ხარ, მე ლურჯი.იანა, ძალიან ლამაზი ხარ. შენც.იანა, იმდენი რაღაც უნდა მოგყვე, რაიანს კინაღამ შევუყვარდი. მართლა? ხო, და დიანას ახლა სულ შავებიაცვია და რაღაც მეამბოხე გახდა. კარგი, ავიდეთ. სმაილ, არ გინდა რომ ვარჯიში დავიწყოთ, უკვე დავიღალეთ შენი სევდიანი სახის ყურებით. ხო, მაინც შენ ხარ დამნაშავე. მეგობრებო, მე რატო ვარ დამნაშავე? ჩემი ბრალიო, რომ დიანა მილანში წასვლა გადაწყვიტა მოდის შოუსთვის. იცით საერთოდ სად არის მილანი? თან ერთი თვით მიდის. სმაილ, ტყუილად ეშლი ნერვებს, აქვს უღლებებს მოვაწყობთ და მაინც გავერთობით. ბავშვო, მოიცადე, ვერ ხვდები რა პრობლემაა, უბრალოდ უთხარი რომ არ გინდა სადმე წავიდეს და მორჩა. დიანას რო უთხრა რომ არსად არ წავიდეს, იცი რა მოხდება? ის ძველი კარგი ადამიანი აღარ არის. ხო და სმაილ, მაშინ შენ ხარ დამნაშავე. არ იყო საჭირო ეგეთი მორჩილი გამხდარიყავი. მეგობრებო, უკვე დავიღალე, კიდევ ერთხელ დამიძახებთ მორჩილს და ჯგუფიდან გაგაგდებთ. ხო, გაგვაგდებ. ხო და მე აქ მარტო ხტუნაობა მოგიწევს ჯგუფის გარეშე. შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდეთ. ჯანდაბა, იმის ხასიათზეც კი არ ვარ, რომ ტურშსაცხი წავისვა. გითანხმები. როგორ უნდა ჩავატაროთ ეს პერფორმანსები დიანას გარეშე? სიმართლე გითხრათ, შერილდერობა აღარც მინდა. ნასტია, მოიცადე, რას ნიშნავს შერილდერობა აღარ გინდა? მერი, როდესაც ვარჯიშობთ, სულ მახსენდება დიანასთან ერთად როგორ ვიცინოდით, ვერთობოდით, რო გვიყვიროდა და უკეთესად რო ვარჯიშობდით შემდეგ. ახლა გაქრა, სადღა არის ეგ ყველაფერი?
ნასია დაწყნარდი და ღრმად ისუნთქე, ყველაფერი კარგად იქნება. დიანას გარეშე უნდა ვისწავლოთ ვარჯიშიც და ცხოვრებაც. ხო, მერი გავიგე, მაგრამ რაღაცნაირად გაჭედილები ვართ. ბაყაყებივით გავხდით, ერთ ადგილას ვართ და სუსტები ვართ. მოიცადე მერი, მხოლოდ მე ვარ თუ გიხარია რომ დიანა ჩვენთან არ არის. ნასია, შენ გგონია ეგრე, მეც მენატრება დიანა, ზუსტად ისე როგორც შენ. რაღაც არ მგონია. გამარჯობა ჩემო მეგობრებო. გამარჯობა მერი. ბოდიში დიანა, მაგრამ ჩერლდერი აღარ ხარ, ამიტომ არ გადაგკოცნი. კარგი. მოკლედ გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ვინმე კარგ ფოტოგრაფს ხომ არ იცნობთ? დიანა, გთხოვ, მითხარი, როდის დაბრუნდები ჩვენთან? ნასია, თავი დაანებე, მოსწონს შავების ტარება და ის რომ ჩერლდერი აღარ არის. გოგოებო, დაწყნარდით, თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ჩერლდერები და მე ამბოხე ვარ და სხვადასხვის ვემზადები რომ მილანი დავიბღრო. კარგი, აბა ის ფოტოგრაფი. დიანა, რატო მილანი, რა მილანი მითხარი? უნდა დავიპყროთ სტადიონები, რადგან ჩვენ ჩერლდერები ვართ. გახსოვს ის კარგი მომენტები, სულ ვიცინოდით ჩვენი შეჯიბრები. ნასია, დაწყნარდი და თავი დაანებე, ჩვენ დავიპყროთ სტადიონები. ახლა დიანა მილანი დაიპყროს. მერი, როგორც ხედავ, გიხარია რომ მე თქვენთან ერთად აღარ ვარ, მაგრამ ფრთხილად შემიძლია ნებისმიერ დროს დავბრუნდე და გაგიფუჭო ხასიათი. კარგი ფოტოგრაფი. გამარჯობა, ფოტოგრაფი მჭირდება. მერი, დიანა უნდა გავაჩეროთ. არაფერი არ ესაქმება მილანში. яна ვერ დაიჯერებ 6 საათი ვპოზიორობდი და რაიანმა დამხატა. ისეთი მაგარი პორტრეტი დამიხატა. მეგობარო, მართლა ძალიან მოგწონს. ხო, яна, და კიდე დიანა სულ შავებში დადის და ვითომ რაღაც მე ამბოხეა და სმაილი შეიცვალა მშიშარა. არ არსებობს. და ბანი აღარ არის. დიანა წამოვიდა. ღმერთო ჩემო. წვანე, სად იყავი? არ გესმით რომ ჩემი შეყვარებული მოვიდა, არ შეიძლება 2 წუთი მასთან ერთად ვიჯდე. რა შეყვარებული, რა ბიჭი, უნდა გვევარჯიშა. ბაყაყები მოვიდნენ, მე მოგიყვები. ხო, ძალიან მაინტერესებს. კარგი, მაშინ აქ რატომ მომიყვანეთ? წავიდეთ და ვივარჯიშოთ. წვანე, ცუდი დროა, ახლა ბანი ვარჯიშობს. წვანე, კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ ეგეთ რაღაცას, შარში იქნები და მაგ კოსტუმს ვეღარ ჩაიცვამ. ღმერთო ჩემო, საერთოდ არ შეცვლან. ხო, яна, ყოველდღე ჩხუბობენ. კარგი, შეიძლება სკოლის მერე ვნახოთ იმა, თუ მაგაზეც არ ხართ სანახმა. ვიფრთხებო, რატომ გვისმენთ? თქვენი სულელური ჩხუბები არ გვაინტერესებს. ხო, უფრო საინტერესო ამბებიც გვაქვს. ესენიც ტრაბახობენ. ძალიან დამღალეს. სხვა სპორტ დარბაზში რომ წავიდეთ და ვივარჯიშოთ. წვანე, აღარ ვივარჯიშებთ დღეს. ჯანდაბა, ძალიან ნაწყენი ვარ, წამო კაფეში წავიდეთ და ვჭამოთ რამე. აი ისი არ არის, ბროვასტია, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, რადგან პრიპასები არ აქვს. რა საშინელი დღეა. იქნებ ვიყიდოთ ჩვენ ეს საჭმელები. ხო, უთხარით აბა ეგ იმას. მეგობრებო, ვალენტინობის დღე ახლოვდება და მინდოდა თქვენი დახმარებით ყველასთვის სიურპრიზი გამეკეთებინო. მასწავლებელო მაიკ, სიურპრიზებს მხოლოდ ჩემს სიყვარულს გავუკეთებ. ჯული, რა თქმა უნდა, გავუკეთებ სიურპრიზს, მაგრამ მოდით ყველამ ერთად კედლის გაზეთი გავუკეთოთ შეყვარებულებისთვის. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება წითლად შემოვხაზოთ ყველაზე მაგარი წყვილი? მაგალითად მე და პატრიკი. ჯიჯი, ვინ გითხრა რომ შენ და პატრიკი ხართ ყველაზე ლამაზი წყვილი? მე და ბროვასტი იდეალურები ვართ. ის შავგრომანია, მე ქერა. კი, ჩვენ კარგი წყვილი ვართ. მეგობრებო, ყველა წყვილი თავისებურად კარგია. აბა რა სიტყვით დამეხმარებით კედლის გაზეთის გაკეთებაში. მასწავლებელო მაიკ, მე ლამაზ გულებს გავაკეთებ და ლამაზად ჯული, მე არაფერს არ გავაკეთებ. ბროვასტი, მე გავაკეთებ შენთვის ყველაფერს. მასწავლებელო მაიკ, პატრიკი და მე კოცნებს გავაკეთებთ ამ ფურცელზე. ხო, მასწავლებელო მაიკ, მეგობრებო, ვიცოდი რომ თქვენი ნდობა შეიძლებოდა თქვენ კარგი კედლის გაზეთი გააკეთეთ და მე წვოლებას მოვაწყობ. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება რაღაც გკითხოთ? ახლა რა გინდა? მოიცადე. ჯული, ყველაფერი მითხარი, რაც ვალენტინობისთვის გინდა. მასწავლებელო მაიკ, შეგიძლიათ კოცნის ჯიხური მოგვიტანოთ? მაგარია. არ შეგიძლია რომ საფირფაერში აკოცო? ჯული, კოცნის ჯიხური მართლა ძალიან კარგი იდეა. კარგით მეგობრებო, ვალენტინობას კოცნის ჯიხურის გექნებათ. ჯული, უკეთესს მე გავაკეთებ. მაგასაც ვნახავთ. მეგობრებო, ოღონდ გთხოვთ, კედლის გაზეთის სკოლის მერე იმუშავეთ, ხამის არა. კარგით, მასწავლებელო მაიკ. საუკეთესო მოსწავლეები გვყავს. მია, დარწმუნებული ხარ რომ კარგ ფოტოს გადამიღებ? დიანა, სხვა გზა გააქვს, ფოტოგრაფი არ გყავს. ხო, კარგი, მია, მართალი ხარ, მოდი დავიწყოთ. შენ იპოზიორე და მე გადავიღებ. აბა მია, ეს კარგია? მე ვიღებ ფოტოებს, შენ პოზები უნდა მოიფიქრო. აწიენი კაპი? ხო, ცოტა გვერდზე, კარგია. მეტი მოძრაობები, თორემ არ მიგიღებენ როგორც მოდელი. მიდი. მია, ჩვენდობა ვცდილობ, მიდი გადაიღე. მოიცადე ვნახო, აბა რა გამოვიდა.
კარგი, ეს არა, წაშალე, არც ეს საერთოდ რა არის? ეს არ არის სამოდელო სურათები. ხო, და რა უნდა გავაკეთოთ? მია არ ვიცი, მაგრამ დღეს უნდა გადავუგზავნო უკვე იმ სააგენტოს ეს სურათები. და კარგი, აბა მაშინ რას ვთავაზობ? მია არ ვიცი, დღეს უნდა გადავუგზავნო სურათები და პროფესიონალური არც ერთი არ არის საერთოდ. დიანა, შენ გეძებდი, ბრაუსმა კაფე მიატოვა, ახლა ყავას ვინ გააკეთებს? რაიან, ახლა ამისთვის დრო არ მაქვს, ფოტოსესია მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი. ფოტოსესია, რისთვის? დიანას ფოტოები სჭირდება სამოდელო სააგენტოსთვის, მაგრამ მე ფოტოგრაფი არ ვარ და ვერ ვიღებ კარგს. დიანა, ფოტოები გჭირდება, მე რატო არ მითხარი, მე ხო ფოტოგრაფი ვარ. რაიან, სერიოზულად, შენ გადამარჩენ? მორჩა, მე თავისუფალი ვარ. როგორი სტილის ფოტოები გინდა? რაიან, მოდური მე ამბოხე უნდა ვიყო ამ ფოტოებში. რა პრობლემაა, მაგრამ უნდა გამოიცვალო. გამოიცვალო? რა, მე ჩემს კაბას არ მივცემ. რაიან, რა უნდა ჩავიცვა? კარგი, საცურაო კოსტუმი უნდა ჩაიცვა ქუსლიანები და ნათელ ფერებში. კარგი გასაგებია. სმაილ, მას რა უნდა უთხრა? მოკლედ, მეგობრებო, ახლა დიანასთან შევალ და პირდაპირ ვეტყვი, რომ ის არსად არ მიდის. მართალია სმაილ. მეგობრებო, არა სმაილ მივდივარ რომ მითხრას. სმაილ, უბრალოდ ეტყვი, არა დიანა, არსად არ მიდიხარ. და საერთოდ უთხარი, რომ ამ ცუდ გოგოებასაც მორჩეს. კარგი. დიანა. შენი დიანა აქ არ არის. მეგობრებო, იქნებ ჯობია არაფერი არ უთხრა. არა, აუცილებლად უნდა უთხრა. ხო, თორე ეს ყველაფერი არასდროს არ დამთავრდება. დიანა, შენი დიანა აქ არ არის. მოიცა აბა სად არის? სმაილ, იქნებ წავიდა. და შენ არ გითხრა. არა, ჯერ არ წასულა. გამარჯობა კალათბურთელებო. გოგოებო, გამარჯობა, დიანა ხო არ გინახავთ? გამარჯობა მე. არ გვინახავს. რაიან, სერიოზულად ეს მეცვას ფოტოსესიისთვის? ხო, დიანა, უნდა გეცვას. მიდი თავი აწიე, ძალიან მაგარია. ახლა ასე ძალიან მაგარია. მოიცადე? ხო, კარგია. დიანა, ნებას არ გაძლევრო. გადით აქედან, ფოტოსესია გვაქვს, ვერ ხედავთ? სმაილ, ნახე რა მაგარია, რაიანი ფოტოებს მიიღებს პროფესიონალურს. მეგობრებო, ნუ გვაწუხებთ, აქ ფოტოებს ვიღებთ. არა, უნდა გახვიდე. და დიანა, შენ არსად არ მიდიხარ. სმაილ, ოჩახ. სმაილ, რას გულისხმობ, არსად არ მივდივარ, ნუ აფუჭებ ყველაფერს. სმაილ, ამ ულამაზეს ფოტოებს შეხედე. მე ჩემ შეყვარებულს ფოტოების გადაღების უფლებასაც არ ვაძლევ. სმაილ, არ გესმის, დიანას სჭირდება ეს ფოტოები, მოდელია და დაიპყრობს მსოფლიოს. ვა, სმაილ. მიდი სმაილ, არ დანებდე. ჩემი შეყვარებული მსოფლიოს არ დაიპყრობს, ის აქ ამ სკოლაში დარჩება. დიანა, რა გავაკეთოთ, შენ შეყვარებულს ეს არ უნდა. სმაილ, გთხოვ, არ გაანადგურო ჩემი სამოდელო კარიერა. დიანა, ახლა თუ არ შეგაჩერებ, შენი ჩირლიდერობის კარიერა მორჩება და ისე კაბა ჩაიცვი. მადლობა სმაილ, ჩემი ოცნება გაანადგურე, რომ მოდეს მე მოდელი გავხდებოდი. ბავშვებო, ვერ გავიგე რა გავაკეთო, მოდელი ვიყო თუ ჩირლიდერი, ვეღარ ჩამოვყალიბდი. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა კიდე უნდა წავიდე. კარგად.